ვერ წარმოიდგენთ, რა საოცარი სანახავი ხართ, როცა სიყვარულს აფრქვევთ, როცა სიყვარულს ავლენთ. ხშირად დამისვამს კითხვა, რა ფორმით უყვარს უფალს ადამიანი და ეხლა ვაცნობიერებ, რომ უფალს ადამიანი უყვარს იმ მადლის გაცემით, რასაც ადამიანის მიმართ გასცემს, რომელიც ჩვენ გვაბედნიერებს და გვაძლევს სიცოცხლეს. როცა სიყვარულს თესავ, ეს ნაყოფი ამოდის ადამიანში და მხოლოდ მაშინ იგრძნობ ჭეშმარიტ სიყვარულს, როცა ადამიანში თესავ სიყვარულს და იმ კი ადამიანის სიყვარულის გამოვლინება არის უდიდესი საოცრება. ის მადლი, რასაც უფლის მადლით გავცემ, ამ მადლის გაცემამ მაგრძნობინა ის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც ნამდვილად ჭეშმარიტია, რადგან ნამდვილ ჭეშმარიტ სიყვარულს ვერ იგრძნობ შენ თუ სხვა ადამიანში არ დათესე და თუ არ ამოვიდა ეს სიყვარული და შემდეგ თუ არ შეხედე ამ მადლს ადამიანში. ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა მხოლოდ ესე მოდის. სიყვარულის დათესვის შედეგად მომკილი სიყვარული. რატომ? იმიტომ რომ როდესაც შენ თესავ ადამიანში სიყვარულს, ხვივდება ეს სიყვარული ადამიანში. ეს შეიძლება იყოს მზრუნველობა, მხარდაჭერა, კარგი სიტყვა, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ეს ხვივდება და ამოდის, ის სიყვარული არის ქმნადი ღვთისა შენგან წამოსული. ამიტომაც არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე სიყვარულით ემსახურო ადამიანს. სიყვარულით ემსახურეთ ადამიანს, რადგან ჭეშმარიტ სიყვარულს მხოლოდ ესე შეიგრძნობ. მხოლოდ ადამიანთან მოქმედებაში გამოიმუშავება ჭეშმარიტი გრძნობა, განცდა, სიყვარული. ამიტომაც თქვა იესო, ჭეშმარიტი სამეფო თქვენ შორის არისო. ჭეშმარიტი სიყვარული თქვენ შორის ურთიერთქმედებისას არის. როცა სიყვარულს გამოხატავთ, თქვენ ანათებთ უფლის გულს და თქვენ თავადაც ანათებთ საოცრად. არ მინახავს ამ სამყაროში იმაზე დიდი სილამაზე, ვიდრე სიყვარულის გამოვლინებისას ადამიანი. თქვენი სიყვარულის გამოვლინების ყურება არის უდიდესი სიამოვნება. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა საოცარ ფერებში ანათებთ. ცისარტყელაც კი ვერ აღწერს იმ ფერებს, რა საოცარ ფერებშიც თქვენ ანათებთ, როცა სიყვარულში ხართ. ხშირად გამოხატეთ თავისუფლად სიყვარული, ხშირად, არაფრის არ მოგერიდოთ, გამოხატეთ, ანათეთ, ინათე ქართველო, ინათე საქართველო, ინათეთ მკვიდრნო დედამიწის სამნო. ამინ.